ზვია ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ 6 დემონსტრანტის პროცესზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო გამოძახებული და სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. შეუძლოდ ერთ-ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი გახდა. სასწრაფოს ექიმების დასკვნით მას მაღალი წნევა ჰქონდა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მცირეწლოვანი შვილის სასამართლოს სხდომათა დარბაზში დანახვის შემდეგ ინერვიულად და ცუდად გახდა. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ პროცესი ადვოკატების დასკვნითი სიტყვით გაგრძელდა. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში ბრალდებულთა დანაშაულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ჯგუფურ ძალადობას დაადასტურებდა და ბრალდებულებს ერთმანეთთან ნაცნობობაც კი არ აკავშირებდათ. ამასთან ადვოკატები დასკვნით სიტყვებში ყურადღებას ამახვილებენ ვიდეო მტკიცებულებებზე, რაც საქმეშია და რაზეც ექსპერტიზის დასკვნით მონტაჟის კვალია. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდება მტკიცებულებები გააყალბა და სხვა გარემოში გადაღებული პოლიციელების კადრი ბრალდებულთა კადრებზე დაამონტაჟა. თითქოს ბრალდებულები სხვადასხვა ნივთებს პოლიციელების მიმართულებით ისროდნენ. მათივე თქმით, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ დაზარალებული პოლიციელები ბრალდებულების მიერ დაშავდნენ. ადვოკატების დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ ბრალდებულები საბოლოო სიტყვას იტყვიან. მოსამართლე განაჩენს 1 სექტემბერს გამოაცხადებს. ბრალდების ხარები მტკიცებს და გვეუბნება, რომ ამდენად ავთენტურია ეს მტკიცებულება, ეს არ არის მისთვის საინტერესო, ეს არის დამოკიდებულება ბრალდების ხარის მოცემულ სასამართლოს საქმეზე და ეს ადასტურებს იმას, რომ ეშინოდა ბრალდების ხარის ამ კადრებზე ექსპერტიზის დანიშნვა, ვინაიდან ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ მონტაჟის კვალია ზედ. ჩვენ საკმაოდ რთულ პოზიციაში ვართ, იმიტომ რომ პრაქტიკულად სიბნელეში გვიწევს ხელების ცეცება, იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურამ თავის პოზიციაში და დასკვნით სიტყვაში არც ერთი ის კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მეორე კურსელის მიერ ამოხსნილი კაზუსიც კი, სავარჯიშოც კი, იურისპრუდენციის სტუდენტიც კი, ამ კრიტერიუმებზე პროკურატურას არ უსაუბრია და არ უთქვამს, რაში გამოიხატა ორგანიზება, არ უსაუბრია თუ რაში გამოიხატა თითოეული ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რაც ერთ-ერთ რამეს ნიშნავს, მათ ამაზე საუბარი კი არა ეზარებათ, მათ ამაზე საუბრის საშუალებას არ აძლევს საქმეში არსებული მტკიცებულებები.